თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი 45 წიგნ ალბომის პრეზენტაცია კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო დარბაზში. ცნობილი ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიმართა. ორენოვანი წიგნ ალბომი კინომსახიობთა თეატრის 45 წლიან ისტორიას ასახავს. პრეზენტაციას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. უმნიშვნელოვანესია მიხეილ თუმანიშვილის როლი ქართული თეატრის ნამდვილად მეოცეკვნის ისტორიაში. უდიდესი შემოქმედი იყო, უდიდესი სკოლა შექმნა. ძალიან თაობები გაზარდა და ამ აღზრდაში, აი დღეს რასაც უსმინეთ, იყო მთავარი მუშაობა და სიყვარული. აი თუ არ დაგვავიწყდება, რომ შევინარჩუნებთ ერთის მხრივ ქართულ კულტურას და მეორეს მხრივ მივეხმარებით განვითარებაში. 6 თებერვალს მიხეილ თუმანიშვილს შეუსრულდებოდა 104 წელი და ასევე მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე იქიდან გამომდინარე, რომ გამოიცა წიგნი ალბომი თუმანიშვილის თეატრი 45, რომელიც დააფინანსა და მხარდაჭერად შემოგთავაზა კულტურის სამინისტრო, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მთელი თეატრი და შემოქმედებითი ჯგუფი და ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი ამ 47 წლიან ასე ვთქვათ ცხოვრებაში, თეატრის ცხოვრებაში, პირველად გამოიცა თეატრზე წიგნი, თუმანიშვილის თეატრზე და ეს წიგნი მოიცავს მთელ 45 წლიან ისტორიას. ძალიან ამაღელვებელი დღეა ორმაგად, რომ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ აღნიშნავთ ჩვენი ძვირფასი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეს და ვთამაშობთ მის სპექტაკლს, ამასთან დაკავშირებით უბრალოდ დღეს არის კიდევ ძალიან საინტერესო წიგნის დაბადების დღე, რომელიც 2 წელიწადია უკვე მზადდება, სადაც არის თავმოყრილი თუმანიშვილის სახელობის თეატრის 45 წლიანი თავგადასავალი. ეს წიგნი ალბომი მოიცავს აი დიდი ხელოვანის მიხეილ თუმანიშვილის პორტრეტს, მის პიროვნულ პორტრეტს, მის აი ამ პორტრეტის ყველა აი ეს თავარ მნიშვნელოვან აქცენტს წახნაგს, რომლიდანაც ჩვენს წინაშე წარმოჩნდება აი ამ თეატრის დიდი დამაარსებელი, დიდი რეჟისორი, მასწავლებელი, რომელმაც დატოვა ეს მემკვიდრეობა დღემდე ცოცხალი და მუდმივად ცოცხალი. გავა წლები, მოვლენ თაობები და აი ეს თაობები აი ამ წიგნიდანაც ერთ-ერთი მატიანე იქნება, თუ შეიძლება ესე ითქვას, ერთ-ერთი რაღაცა ისტორიული ანაბეჭდი იქნება ეს წიგნით, საიდანაც ისინი ამ თეატრის და ზოგადად ქართული თეატრის შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ.